მოგესალმებით არხის გამომწერებო, დღეს წერ მორიგ ვიდეოს, როგორც დაკვირდით, ლეკვების ჭიაზე დამუშავებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ მე რა ხერხს მიმართე, როგორ ვამუშავებ ლეკვებს ჭიაზე, პირველი დამუშავება იქნება დღეს ლეკვების, შემდეგი დამუშავება მოუწევს უკვე როცა ლეკვები იქნებიან 1 თვის, გუშინ გახდნენ ლეკვები 21 დღის და პირველად ვაძლევ ჭიის წამალს. ჭიის წამალი გავიარე მე რეკომენდაცია ვეტერინართან და ამხსნეს რომ არის მანამდეც ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ. დღევანდელი სიტუაცია უფრო გამარტივებულია. ჭიის წამალი არის როგორც ტაბლეტების სახით, ასევე არის სითხის სახით. ეს არის ესეთი პრეპარატი, კანივერნი. კარგი გონოთ, ეხლა მე ამ კომპანიას ანრამეს რეკლამას უწევდე, უბრალოდ ჩემთვის მოსახერხებელი და იოლი რომელიც იყო, რომ რითიც შემეძლო ლეკვები დამემუშავებინა, იმ ხერხს მიმართე. ეს არის კანივერნი, ესეთი ხსნარი, რომელიც ამპულაში არის ესე ჩასხმული. ეს არის განკუთვნილი 8 ლეკვზე, ანუ თითო ლეკვს შეიძლება მივცეთ 0.5 მილიგრამი, აქ არის სრულად 4 მილიგრამი, მაგრამ ჩემთვის იოლი რო ყოფილიყო, რომ დოზები გამეგო, რამდენი მიმეცა ლეკვებისთვის, ამისთვის ავიღებ ჩვეულებრივ შპრიცს, რომელიც არის 2 მილიგრამიანი, 2 მილიგრამს ჩავასხამ ამ წამალს ჩვეულებრივ შპრიცი, სადაც 0.5 მილიგრამს თითო ლეკვს პირში ჩავაწვეთებ ესე რა. ეს ხსნარი არის ტკბილი, გადასაყლაპად იოლი და განსხვავება იმისი ტაბლეტისგან ის არის, რომ ტაბლეტის დაყოფა ზომების მიხედვით რო არ განჭირვებოდა, ხსნარის სახით ამ კანივერს ესე ჩავასხამ და ბევრად იოლი იქნება ლეკვებისთვის მისაღებად რა. ისევ და ისევ ეს პრეპარატი კანივერნი არის გათვლილი ეს დოზა 8 ლეკვზე მე მომიწია 2 შეძენა, იმიტომ რომ 1 ამეყოფოდა. ერთს რასაც გავიხმარ დღეს ნაცდამჩება, მეორე შემიძლია ჩვეულებრივ შევინახო და შემდეგი მიღების დროს ლეკვებს მივცე. თითოში გადავიხადე 20 ლარი, შეიძლება სხვადასხვა კლინიკაში სხვა ფასი ქონდეს, მე ვიყიდე ზაქროსთან, ბაჟიაშვილთან, ზაგრომოცა რეკომენდაცია თუ რა როგორ უნდა გამიკეთებინა. ეხლა ამ მოცულობიდან ამ შპრიცი გადავიტან 2 მილიგრამს და დავიწყებ ლეკვებზე ხსნარის მიცემას. ჯერ რო არ ამირიოს ლეკვები და რომლებიც საწამალს დავალევინებ, ჩემთვის გასარჩევად იოლი რო იყოს, ჯერ ისევ და ისევ ხვადებს მოვიყვან და შემდეგ ძუებს რა. დავაკვირდები აბა როგორ გამომივა. იქნება ესე მოხსენი თავი, ავიღე და ჩავასხამ ესე, აბა ნახეთ. როგორი მე სითხე მეგონა და ესეთი, კი სითხეა, ოღონდ შედარებით ბლანტია, ანუ ესე ვთქვათ, გახსნილი წამალი არის რა. ესე 2 მილიგრამს გავავსებ, ეს იქნება 4 ლეკვის დოზა. და კიდევ გეუბნებით, რომ მოსანელებლად გადასაყლაპად ლეკვებისთვის იოლი არის და დანარჩენ პროცესს აბა ნახოთ როგორ გამოგივა. კი ბატონო, აქ გამოვიდა ზუსტად 2 მილიგრამი, ესე სპრიცი. ესე გამზადებულია უკვე 4 ლეკვის დოზა და ვიწყებ ლეკვებზე მიცემას. ესეთ მოყოჩავდნენ უკვე, თვალები ბოლომდე აეხილათ, ძალიან ცოცხლები არიან, აქტიურები არიან, ესეთი მოუსვენრები არიან და დავიწყებ მიცემას. ეხლა პირველ რიგში ესე თავს დავუჭერ, უბრალოდ პირს გავაღებინებ და დავაკვირდები, რომ აუცილებლად 5 მილიგრამი მოხდეს მის პირში, რომ ესე
აი ეს თვითონვე აი ეს გადაყლაპავს ეს ერთი ეს მეორე აბა ნახოთ შენ როგორი ოჩახ ბიჭო ოჩახ აი ეს თვითონვე გემრიელად კბილი არის და გადასაყლაპათიოლია ძალიან მარტივი პროცესია მთავარია დოზები დავიცვათ ესეც აი ესე სამი ოპა დავამატებ დანარჩენებისთვის ესე ხვადებს უკვე დავალევინე, უფრო მარტივი გზა გამონახე, ესე თვითონ ეშპირცი უფრო წვრილი არის, ვიდრე თვითონ ეს მოცულობა, რაშიც ხსნარი არის, ჩავყავ პირდაპირ, ამოვიღებთ, რომ იოლად ნახოთ დოზირება და ისე ვიყვანთ ლექვს, ესეთი ძალიან მარტივად, ეს თქვენთვის დასანახი იყოს, ეს პირს ვაღებინებთ, სევიდან ვხედავთ რამდენი მილიგრამი მიდის ესე ნელა ჩაყლაპავს ლეკვი უპრობლემოდ ვიდიაბოშ თვითონაც ინტერესით შენენ აინტერესებთ რა არის ესე სიტუაციაში პირველად არიან ესეც ორი ძალიან ნეულად იყლაპავენ თვითონაც აი ტუჩებს პირს აცმაცუნებენ და არ არის მათთვის პრობლემა გადაყლაპვა ოჩ ესე და ესეც ბოლო ლეკვი და დაგვრჩება ერთ ლეკვზე მისაცემი ეს ოჩა ეხლა ბოლო დოზასაც ამოვიღებ და დანარჩენი როგორც გითხარით ჩვეულებრივად შეინახება და შეგიძლიათ შემდეგ გამოყენებაზე შემდეგ ჯერზე ლეკვებს დაალევებით რა ცოტაა ზუსტად 5 მილიგრამი მოიყოს შენს მოგეცი ამასტალეული აქ ტუჩებზე ეთყობა და შენ ბოლოს ქალბატონო ესე აჰა ეს არის ესეთი მარტივი პროცესია რომელიც აუცილებელია და გჭირდება ლეკვების განვითარებისთვის აი ესეთი გოგოები არიან ესენი უკვე ფერები კარგად გამოეყოთ ო კაი რომელი ტირით რა იხო უკვე აქტიურები არიან ცდილობენ სირბილს დადიან კარგად გადაადგილდებიან ეხლა უცხოებს სამცირზე აქ ჯერ არ ყოფილა და ნელა ოპა აჰა ესეთი გოგონა არის ნახოთ შემდეგ თუ რომელიმე ჭია ექნება და ალბათობით ექნებათ უკვე ფეკალთან ერთად განავალთან ერთად ჭიები გამოვა გამოიტანის წამალი და ისე და ისე ამ ყველაფერს მოახდენს დედა ასუფთავებას და ასუფთავებს მოაწესრიგებს ლეკვებს შემდეგი ჭიის წამალის მიცემა მოხდება
ერთისთვის როცა გახდებიან, ისევ ისე ამ ხერხით. დიდი მადლობა, გამოიწერეთ ჩემი არხი, გთხოვთ მოიწეროთ ჩემი ვიდეოები და გამომყევით. დროებით.